I'm German homelos, I drink coffee and I know things. 71 ეპიზოდის თემა არის ეგოიზმისგან გათავისუფლება. ზეცნობიერამდე მიახლოება შეუძლებელია ეგოიზმის სრულად დათმობის გარეშე. გვახსოვდეს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის იესო ქრისტეს მაგალითი. და კი, ჩვენც შეგვიძლია თანაგრძნობის უნარით ჩანაცვლება ეგოიზმის უნარის და არაჯანსაღი ნარცისიზმის. ეგოიზმისგან გათავისუფლება რითი უნდა დაიწყოს თუ არა დაკვირვებით, ფიქრით და ჩაღრმავებით. მხოლოდ ჭამა, სმა და ასე შემდეგ არაა ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი. მეტი შეგვიძლია, ბევრად მეტი შეგვიძლია ადამიანებს და ეს უბრალოდ გამომხნევებელი და სამოტივაციო სიტყვები არ არის. მენდეთ, მართლა შეგვიძლია ზეცნობიერი გონების ხელში ჩაგდება და მისი ფლობა. ფიქრის გასავითარებლად საჭიროა კითხვა. კითხვა წიგნების, ადამიანების, ისტორიის, მოვლენების, გრძნობების, ხელოვნების, ბუნების, შემოქმედის და მისი სწავლებების, მინიშნებების. შემდეგ აუცილებელია მონანიება და თავმდაბლობის სწავლა. დიახ, სწავლა, რაც ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივი პროცესია და დიდ შრომას მოითხოვს. თავმდაბლობა კი ჩვენი შეცდომების აღიარების გარეშე არანაირად არ გამოვა. არ არის აღიარება სინანული, სირცხვილი, მათი დამალვაა სირცხვილი და სისუსტე. შემდეგ უნდა იკითხოს ადამიანმა წმინდა წერილი, ახალი აღთქმა მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოს. მენდეთ იმხელა მადლი და საოცარი სიმშვიდის გრძნობა მოდის მისი კითხვისას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყველაფერს სხვანაირად უწყებს ყურებას. ანგარება, მრისხანება, შური, ეგოიზმი, ეს ყველა ფსიქოლოგიური, სულელური დაავადებები დასუსტებას იწყებენ. მენდეთ გამომიცდია და ვიცი, რასაც ვამბობ. ბევრი არიდებს ბიბლიის კითხვას თავს და ამაზე სულ არ დარდობენ, არ იციან რამხელა მადლია მისი კითხვა და როგორი სიმშვიდე მოდის. ამის შემდეგ უკვე გამარტივდება იმ წყენების პატიება, რომელსაც გულით ატარებდა ადამიანი, იმიტომ რომ უკვე სხვანაირად, სწორად ხედავს ცხოვრებას, ადამიანებს, მოვლენებს, ფიქრებს, გრძნობებს და ჩნდება კითხვა, რატომ არის ეს ეგოიზმისგან გათავისუფლება ასეთი აუცილებელი, თანაც ისეთი, რომ მისთვის ასეთ ცალკე ეპიზოდი გამოვყავი. იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეგოიზმისგან იწყებს გაღვივებას ყოველივე ცუდი და სიდებილე. და თანაც რაც მთავარია, ეგოიზმი არ არის ღმერთის თვისება. და ესე იგი, რა გამოდის, რომ ჩვენ ღმერთზე აღმატებულად ვთვლით თავს? ესე გამოდის, ვიმეორებ, ჩვენ ვართ ზეცნობიერ ქმნილებად ჩაფიქრებული და ბევრად მეტი. ბევრად უკეთესი შეგვიძლია ვიყოთ, ვიდრე ეშმაკის რაღაც ტყუილებზე აყოლილი არსებები. პატივი ვცეთ ერთმანეთს.